საქართველოს მიზანი თავისუფალი, სტაბილური, ერთიანი კავკასია. ეს ის მთავარი გზავნილია მსოფლიოსადმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 65-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე თითქმის 9 საათს გაგრძელდა. საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ 2 წლის წინ გადატანილი ომისა და რუსული აგრესიის მიუხედავად საქართველო გადარჩა და ფეხზე დადგა, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. ის დაბრუნდა როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური ტრანსფორმაციის ლაბორატორია. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ინტერესი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა. საქართველო იგებს მშვიდობას და იგებს მშვიდობით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს. And told me that after crossing our only legitimate legal, as I say, all these actions ისინი, ვისაც 2008 წელს სამხედრო გამარჯვებაზე ჰქონდათ პრეტენზია, ახლა დიპლომატიური და პოლიტიკური მარცხის წინაშე დგანან. ოკუპაცია და ანექსია მოსკოვში მალე გახდება დებატების თემა. არა და ფაქტობრივად ეს საკითხები უკვე განიხილება კრემლის კულუარებში. ვითარება არამდგრადია თვით რუსეთის ხელმძღვანელობისთვის. საქართველოში ამჟამად ყავს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ სამხედრო ნაწილებს და ქართულ მხარეს გადმორბიან იმ კედლის გავლით, რომელიც მათმა ხელმძღვანელობამ აღმართა. საბჭოთა ჯარისკაცები სწორედ ასე იქცეოდნენ გერმანიაში ცივი ომის დროს. ვის მხარესაა ისტორია, რა თქმა უნდა არა იმის მხარეს, ვისაც შეუძლია მოკლე დროში ათასობით ტანკი განალაგოს, მაგრამ არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ ჯარისკაცებზე, ან ხელი შეუშალოს მათ გაქცევაში. ის, ვინც უარს ამბობს საკუთარი საზოგადოების მოდერნიზაციასა და პოლიტიკური სისტემის გახსნაზე, შეიძლება დაინტერესებული იყოს ომით და არა სტაბილურობით. ხალბატონებო და ბატონებო, დღეს სამი მოწოდება უნდა გავაკეთო. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოუწოდო ჩემ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ერთიანი ერის გამყოფი ახალი რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობენ. მინდა მათ კიდევ ერთხელ უთხრა, ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურას, თქვენს ისტორიას, ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და თქვენთვის. თქვენ ჩვენი საერთო ისტორიის, საერთო კულტურისა და საერთო მომავლის ნაწილი ხართ. თქვენი განსხვავებები ჩვენს ამაყ ეროვნულ ქსოვილს ამდიდრებს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ერის აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტულობისა და პატივისცემის ნიმუში იქნება მთელს რეგიონში. ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს ლიდერი გახდება, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა ჩვენ საერთო ისტორიაში. ეს ოცნება შესაძლებელია ხდეს გაერთიანებულ და თავისუფალ საქართველოში, რომელსაც კარგი ურთიერთობა და გაძლიერებული თანამშრომლობა ექნება რუსეთის ფედერაციასთან. თუ რუსეთი იქნება რაციონალური საერთაშორისო მოთამაშე და არა რევიზიონისტი, თუ ის აირჩევს თანამშრომლობას დაპირისპირების ნაცვლად, თუ ის შეწყვეტს ემბარგოს პოლიტიკას, შეუწყნარებლობას, რეპრესიებს და ნაცვლად ამისა იქნება კარგი პარტნიორი. მინდა რუსეთის საზოგადოებას უთხრა, რომ მათ როგორც ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და უბრალოდ მეგობრებს ყოველთვის ექნებათ გზა ხსნილი საქართველოში და არასდროს როგორც ოკუპაციურ ძალებს. სურს რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდო, რომ ჩვენ დიპლომატიურ ორიენტაციაზე უფრო მეტად საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ. იმის მაგივრად, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენს განვითარებას, ცეცხლმოდებული ჩრდილო კავკასიის განვითარებაზე იზრუნონ. სრულ შემთხვევაში ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, რომ ნახონ, როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად. მე მათ ვეპატიჟები მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით, არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით. მიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა ზოგიერთმა რეფორმამ შთააგონა პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მოხსენებები მოსკოვში. ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში. რეფორმების ფარულად გადაღებისა და შურის ნაცვლად ჩვენთან უნდა ითანამშრომლონ სტაბილური და თავისუფალი ზონის ასაშენებლად, რადგან თუ საუკეთესო მოსწავლის ზურგსუქნიდან დაიწყებ ყურებას მოდერნიზაციის სრული სურათი შეიძლება ვერ დაინახო. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სრული სურათი საკმაოდ მარტივია. თუ კი პატივს არცემ ძირითად წესებს შეუძლებელია მიაღწიო ხანგრძლივ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, რაც თავის მხრივ წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე. მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე ვერ განხორციელდება. არ უნდა გქონდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის იმედი, როდესაც მიხეილ ხადარკოვსკის მსგავს ნიჭიერ ბიზნესმენს გულაგის ციხეში აგზავნი. მხოლოდ კომპიუტერი არ არის საკმარისი, მის გამოყენებას თავისუფალი გონება სჭირდება. ამდენად მოდით იმისთვის, რომ საერთო მომავალი ავაშენოთ, ჩვენ საერთო წარსულისგან გავითავისუფლოთ გონება. ჩემი მესამე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებას და თითოეულ თქვენგანს გეხებათ. დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ მშვიდობას საქართველოში და ასევე ჩვენს მოსაზღვრე რეგიონში. ქართველებს სწარედ გვახსოვს, როგორ შეიძლება
ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტი ცხელდაპირისპირებად იქცეს. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ სოფლიო იმავე ვალდებულებას აიღებს, როგორც სოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა. ყველა საინტერესებს სტრატეგიული რეგიონი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი უფრო სტაბილური, წარმატებული და გახსნილი იყოს. ქალბატონებო და ბატონებო, ისტორიამ გვასწავლა, რომ ომები შესაძლოა სწრაფად დაიწყოს, მაგრამ მამაც ლიდერებსაც შეუძლიათ მშვიდობის დაცვა იმ დროს და იქ, სადაც ვერავის წარმოედგინა კონფლიქტის მოგვარება. ისტორიამ გვასწავლა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს გახლეჩილი და სიძულვილი დაღლილი რეგიონები დაწყებული ევროპით, თანამშრომლობით, ურთიერთდამოკიდებულებითა და გაერთიანებით ხანგრძლივ მშვიდობას აღწევდნენ. ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგჯერ ოცნებების ახდენა უფრო რეალურია, ვიდრე თანამდებობიდან გადადგომა. ღრმად წამს, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს. აი რას მოგიწოდებთ დღეს. ჩვენ ზემოქმედების თვალსაზრისით ერთნაირი ისტორია გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ღრმა, ძლიერი და დაუმარცხებელი სწრაფა გვაერთიანებს თავისუფლებისკენ. მოდით ვისაუბროთ ამის სწრაფებებზე. ჩვენი რეგიონი ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, თუ მას არ ექნება ერთიანობა. ეს რასაკვირველია, თითოეული ჩვენთაგანისგან დიდ ძალის ხმებას და ქმედებას მოითხოვს, მაგრამ მიზანი ყოველგვარ მსხვერპლზე უფრო ძვირფასია. მსგავსი შემთხვევა დიდი ხნის წინათ ევროკავშირის შემთხვევაშიც მოხდა. ამ ორგანიზაციასთან, საოცარ გეოპოლიტიკურ რევოლუციასთან შეერთება ჩვენი დიდი სურვილია. კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება. უნდა დავიწყოთ ხალხის უფრო მეტი გაცვლით. დროა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავამყაროთ კავშირები, რომლებიც ერთმანეთთან მიგვიყვანს საერთაშორისო აღიარებული საზღვრების შეცვლის გარეშე. ქალბატონებო და ბატონებო, პატიცემულო დელეგატებო, ჩემი დაბადების ადგილი და ჩვენი დედაქალაქი თბილისი ყველა რელიგიისა და სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს აერთიანებს კავკასიიდან. ამასთან ერთად ეს ხალხი ტოლერანტულობისა და თანამშრომლობის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ. ჩვენ ლიდერებმა ამ ხალხის თანაცხოვრების მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ და გეოპოლიტიკურ მოვლენად უნდა გარდავქმნათ. ჩვენი ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და არ ვაპირებთ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრების შეცვლას. ამას ხაზი უნდა გაუსვათ. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის შვილები ვიყოთ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, მთების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდეთ, მაგრამ ადამიანებისა და მათი კულტურების გათვალისწინებით არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ევროპას. და ჩვენ ქართული გზით დღეს ერთად შევუერთდებით თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩვენ კავკასიელებს, რომელთაც განადგურების ლეგიტიმური თუ წარმოსახვითი საფრთხე ელოდებოდათ, ერთმანეთისგან თუ სხვა ძალებისგან, ხშირად იმედი გქონდა, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ. უცხოეთისგან თავშესაფრის მგზნებარეძიებამ, დამორჩილებამდე, ასიმილაციამდე, ანექსიამდე და ისტორიულ ტრაგედიებამდე მიგვიყვანა. ამას საშუალება მისცა უცხოელ ლიდერებს ხელოვნურად გაეძლიერებინათ ჩვენი დაყოფა. ჩვენ კავკასიელებს ისტორიაში მსგავსი შეცდომები ადრეც დაგვიშვია. ახლა ცვლილებების დროა. დროა ერთად დავდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ გადარჩენასა და წინსვლაში. მუდმივად არ უნდა ვეძებდეთ გარედან დახმარებასა და ხელშეწყობას. დროა მივხვდეთ, რომ ჩვენს რეგიონს ყველა ჩვენთაგანისთვის ხელსაყრელი რესურსები და პოტენციალი გააჩნია. დროა დავეყრდნოთ საკუთარ თავს, ჩვენი მოქალაქეების ადამიანურ პოტენციალს, განვავითაროთ განათლების საკუთარი სისტემა და თავადვე მოვახდინოთ ჩვენი განვითარების ორგანიზება. კავკასია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია. დროა გამოვავლინოთ, რომ ჩვენი წინაპრების ენერგია მხოლოდ შორეული წარსულის კუთვნილება არაა და გვაქვს რაღაც, რის იმისამაც ჩვენი შვილებისა და მსოფლიოსთვის შეგვიძლია. დროა შევწყვიტოთ ბრძოლა და ერთმანეთის დასუსტება. ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთიანობაშია. ქალბატონებო და ბატონებო, გაერთიანებისა და მშვიდობის დროა. დროა შევწყვიტოთ წარსულის ტყვეებად ყოფნა და საერთო მომავლისკენ დავიძრათ. წარსულში ქართველებს ოსმანთა იმპერიასთან საზღვარი საფრთხედ მიაჩნდათ. დღეს ჩვენ პასპორტებისა და ვიზის გარეშე შეგვიძლია თურქეთში შესვლა. გვაქვს მათთან თავისუფალი ვაჭრობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას პასპორტების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა გამარტივებულია, მათ მანქანების დატოვებაც კი აღარ მოუხდებათ. ცოტა ხნის წინ ერთმა უცხოელმა დიპლომატმა მითხრა, როდესაც რუსეთთან ჩვენი ერთადერთი ლეგალური საზღვარი გადმოკვეთა, უამრავი საგუშაგო გაიარა, სადაც გაუპარსავი ადგილობრივი შეიარაღებული პირები და FSB-ს აგენტები გზების ბლოკირებას ახდენდნენ ერთი ველიდან მეორეზე, ერთი სოფლიდან მეორეში. ისინი აგრესიულად უშლიან ხალხს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისას და ლაპარაკობენ შესაძლო ომის მზადებაზე საქართველოში. რვა მავთულხლართები და ჯებირები ღია საზღვრებითა და პასპორტებისგან თავისუფალი საბაჟოებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკები, გაერთიანებული სკოლებითა და უნივერსიტეტებით, კალაშნიკოვი კომპიუტერებით, ჭურვები კი წიგნებით, რადიოებითა და ტელევიზორებით ჩანაცვლდეს. 2008 წელს ათასობით ტანკმა, ჯავშან მანქანამ გადაკვეთა კავკასიის მთები ჯარებთან და გასამხედროებულ დაქირავებულ პირებთან ერთად. მათ ნგრევა, სიკვდილი და სიძულვილი მოიტანეს.
ახლა კი დროა თავისუფლებისა და ერთიანობის იდეების ხორჩესხმისათვის, იმ იდეებისთვის, რისთვისაც ვლოცულობ, გადავლახოთ იგივე მთები, ოღონდ ამჯერად იმედის, სიცოცხლის და სიყვარულის მოსატანად. ახლა, როდესაც მე ვლაპარაკობ ასობით ტანკი, ჯავშან მანქანა და სარაკეტო დანადგარები, მთელს კავკასიაში სანგრებშია, ან აქეთ იქით მოძრაობს. თუკი ჩვენ ერთმანეთისგან იზოლირებულნი და გათიშულნი ვიქნებით, ისინი გვაჯობებენ. თუკი ყველა ადამიანი მეზობელს ჩაჰკიდებს ხელს, თუკი მილიონობით უიარაღო მშვიდობიანი ადამიანი ერთმანეთის მხარ და მხარ დადგება ისე როგორც კავკასიონის მთები, მაშინ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს გაწყვიტოს ადამიანთა გაღვიძებული სულების ჯაჭვი და ჩაკლას თავისუფლების დაუძლეველი სიყვარული.